მოგესალმებით, ღია სტუდიის სტუმარია საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ნატოსა და რუსეთში, ბატონ ზურაბ აბაშიძე. მოგესალმებით, ბატონ ზურაბ, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა. ბატონ ზურაბ, დღეს ჩვენი საუბრის თემა ვერ იქნება მხოლოდ საქართველოს და გარესამყარო ან ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ირგვლივ. პირველი კითხვა ალბათ ზურაბ აბაშიძეს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, პატრიოტს, ასეთ სახის უნდა დაუსვა. მინდა გავიხსენო სამი ფაქტი, არ ვიცი მესამე რამდენად ტოლფასი გახდება დანარჩენი ორისა. ქართული ენის დასაცავად ქუჩაში გამოსული ახალგაზრდობა, შემდგომ 99 წელი და ახლა აი ამ აზრზენი კადრების გავრცელების შემდეგ ქუჩაში გამოსული სტუდენტობა. ეს ჯაჭვის შეგნებულად დავასხი ასე, იმიტომ რომ აი ამ სამივე მოცემულობაში პირველ პლანზე დგას მე მგონი ქართველი კაცის ღირსება. პირველად ვიცავდით ჩვენს ენას და ღირსებას, ჩვენ მეორედ საუბარი იყო ჩვენს დამოუკიდებლობაზე და ისევ ღირსებაზე და ამ წუთას უშუალოდ მხოლოდ ღირსებაზეა საუბარი. როგორ შეაფასებთ აი ამ სიტუაციას? მე მგონი სწორია თქვენი ასე ვთქვათ აი ეს ამ ისტორიული კავშირების ერთმანეთთან გადაბმა 78 წელი იყო, როდესაც აქ ბრეჟნევის კონსტიტუციას იღებდნენ და იქ ქართული ენა იმ კონსტიტუციიდან ამოვარდა როგორც სახელმწიფო ენა საქართველოში, საბჭოთა საქართველოში და ხა შეიძლება ახალგაზრდებს არ ახსოვდეთ, უკვე ის რამე რეაქცია მოყვა, მაშინაც გამოვიდა სტუდენტობა, ახალგაზრდობა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამან შეგვანარჩუნებინა მაშინ კონსტიტუციაში ის ფორმულირება, თუმცა კონსტიტუციაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ აი ქართულმა საზოგადოებამ მაშინ დაამტკიცა, რომ ის არსებობს და მას აქვს ეს ეროვნული თვითშეგნება შენარჩუნებული. შემდგომ იყო აი ამ 9 აპრილის მოვლენები, თუმცა აი დღევანდელი გადასახედიდან, რასაც ვხედავ მე დღევანდელ ახალგაზრდობას და 99 წელს, როგორიც იყო ჩვენი საზოგადოება, ის მე ვხედავ დიდ სხვაობას, იცით, მაშინ ბევრი რაღაცა შეგვეძლო ჩვენ თავიდან აგვეცილებინა, რა თქმა უნდა, დღევანდელი ახალგაზრდობა მე უფრო და საზოგადოებაც უფრო დაღვინებული მეჩვენება, დიდი გამოცდილება მივიღეთ ჩვენ ამ 20 წლის მანძილზე, უფრო ასე ვთქვათ, კარგად ვხედავთ აი ზედმეტი ემოციურობის საფრთხეს, რა შეიძლება ამან გადავყაროს, რა გადავყარა აქამდე ამ 20 წლის მანძილზე და რა შეიძლება თავიდან ავიცილოთ, როგორ მივახციოთ მიზანს, უფრო მშვიდად, უფრო მყიცე, ასე ვთქვათ, ჩვენი პოზიციით, მაგრამ ამავე დროს თავარი არ გავაფუჭოთ, რაღაც ბავშვი არ გადავაყოლოთ წყალს. აი ცოტა ეს არ ქონდა მაშინ და ეხლა რაღაცა ასე ვთქვათ გამოცდილება მაშინაც რო ქონოდა 99 წელს და მომდევნო წლებში ძალიან ბევრ რაღაცას ავიცილებდი თავიდან. 9 აპრილის დრამატულ შედეგებსაც ავიცილებდი. მე 90-იან წლებში ის საშინელება რაც ჩვენ გადაგვხდა, აი ეს მაქსიმალიზმი, ჩვენი იმპერატიული აზროვნება, ერთმანეთის დაუნდობლობა, ყველაფერი ამის შედეგი გახლდათ 90-იანი წლების ქაოსი და ტრაგიკული შედეგები, რამაც ამოყოლაფება ჩვენ მოგვიტანა სამოქალაქო ომის ჩათვლით, კონფლიქტებით რეგიონებში და ის ეკონომიკური, სოციალური კოლაფსი, მორალური დაცემა ჩვენი საზოგადოებისა, რაც 90-იან წლებში იყო. დიდი წილი პასუხისმგებლობისა, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი საზოგადოების წევრს აგესრია ამ 90-იან წლების მოვლენებზე. ეხლა თითქოს მე ასე ვხედავ, რომ საზოგადოებაში ეს განცდა და ეს მეხსიერება ცოცხალია და არავის არ უნდა, რომ ეს გამეორდეს. უმეტესობას უნდა, რომ ვითარება შეიცვალოს უკეთესობისგან, ჩვენ აი ამ შვაში არ გავეჩხიროთ რაღაც გზის შუა ნაწილში, ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის. მივიდეთ ბოლომდე, ჩამოყალიბდეთ დემოკრატიულ ქვეყნად. ამიტომ აი ამ გზის ამ ნაწილში მე ვხედავ, რომ ახალგაზრდები
გაცილებით უფრო აცნობიერებენ თავის პასუხისმგებლობას, რანაირ ლოზუნგები აქვთ, როგორ საუბრობენ, როგორ ხედავენ თავიანთ ფუნქციას, როლს, ასე შემდეგ. აი ამის იმედი მე ძალიან მაქვს, რომ ჩვენ მაინც ასე ვთქვათ, უკეთესად გამოვიყურებით დღესდღეობით. თუმცა მე ბევრი რაღაც კრიტიკული განცდამა პირადად ჩემს მიმართ, ჩვენი თაობის მიმართ, მაგრამ აი ძალიან მომწონს ისე ახალგაზრდები როგორ იქცევიან, თავშეკავებულად, ამავე დროს პრინციპულად, ყველა სიტყვა, თითქმის ყველა განცხადება, გამოსვლა მოზომილია, რაღაც ჩარჩოებში ჯდება, ძალიან კარგია. ბატონ ზურაბ, ყოველ შემთხვევაში ბოლო აი შეფასებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ხელისუფლების ზოგიერთი ხასვლის, ზოგიერთი წარმომადგენლის და მხრიდან ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს ჩვენ ვართ რაღაცეებში დამნაშავე. თუ კი ასე დავარქმევთ ამას, რომ საზოგადოებამ დააკლო ხელი, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ დააკლო ბევრ რაღაცას ხელი, მაგრამ თითქოს რაღაც პასუხისმგებლობა, კი ბატონო, ვიღაცა დასაჯელია, ვიღაცა გასაწირია, ყველა ვიღაცაზე იძახის, რომ ვიღაცები უნდა დაისაჯონ, მაგრამ საზოგადოებისთვის არავის არ უთქვამს ბოდიში. აი ეს რა არის, ეს რა მახასიათებელი არის, ეს ხელისუფლების რაღაც ახალი მახასიათებელია თუ მახსოვს ესეთი ისტორიული ფაქტი, ნიქსონის გადადგომის პერიოდში მან თავისი პირველ წინადადებაში სამჯერ თქვა სიტყვა ბოდიში სხვადასხვა კონტექსტში. ძალიან კარგია რა თქვენ ზუსტად აი იმაზე მიანიშნეთ, რაც თავარია, იცით, წინა თემას გავაგრძელებ. ჩვენ ყველანაირად, ასე იგი, ნებისმიერ შემთხვევაში ვარ თავიდან ავიცილოთ რევოლუცია, იმიტომ რომ იცით რა, ნებისმიერი რევოლუცია საერთო ჯამში არის რეგრესი. ჩვენ შემთხვევაში ხა იქნება არა მარტო რეგრესია, როგორც არამედ იქნება სრული კატასტროფა, ეს იქნება კოლაფსი. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ეს ესმის. ამიტომ თუ კი რა მოხდება, უნდა მოხდეს მშვიდობიანად, კონსტიტუციის ფარგლებში, კანონიერად ცვლილებები უნდა მოხდეს აი ამ გზით მხოლოდ არჩევნების შედეგად და ზოგიერთ ჩემ კოლეგას აღიზიანებს ეს აი ჩემი განდიზმი, ასე ვთქვათ, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. ჯობია აი გავწვალდეთ, მაგრამ მხოლოდ ამ გზით, იმიტომ რომ სხვა გზა არის უბედურება და კატასტროფა. მე მგონი ეხლა საზოგადოება ამას ხედავს. რაც თავარია, აი ოპოზიციის დიდი ნაწილიც, თავარი ნაწილიც აი ამ ასეთი რწმენით არის გამსჭვალული, რომ არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება, არანაირი ზედმეტი, ასე ვთქვათ, ექსცესები თავიდან ავიცილოთ პირიქით ამბობენ რაღაცა პროვოკაციები. ხო, თქვენ კითხვას რა შეეხება, აი მეც მიჭირს აი შემთხვევის გახსენება, როდესაც ჩვენთვის ბოდიში ვინმეს რაღაცისთვის ეთქვა. თითქოს ეს სიტყვა იყოს რაღაც უბედურების სპონტანი და სწორეს ამბობ თქვენ, ეს სწორი და რაღაცა თუ კი რაღაც დასავლური და იმას პრინციპებს და იმას ყოველ ფეხის ნაბიჯზე მესმის ხოლმე დასავლური ბოდიში რომ ხარი გატკარით, ბოდიში რომ რაღაც გზა არ დაგითმეთ, ბოდიში რომ რაღაცა ბოდიშზე და აი ამ რაღაც პატარ-პატარა სინანულებზეა აგებული აი ეს ტოლერანტულობა, რასაც ხშირად, ასე ვთქვათ, ახსენებს ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლაც ერთი მობოდიშება ხო უნდა თქვა საზოგადოებას ხო უნდა რომ ბოდიში რაც მოხდა, აი ძალიან ასე ვთქვათ, გამოკვეთილად და იმ წუთშივე ეს სხვას არ გადააბრალო, რომ ადრე რო გეთქვა, ჩემთვის მივხედავდი ამ სამყაროს, რატო აკადრე არ მითხარი, აი ბოლო წუთისთვის ინახავდი. ეს აღმაშფოთებელია, ესეთ ეს მართლა რაღაცავე არის უკვე, აი ყველა ზღვარს ხდება, რომ აქამდე არ გეთქვაო, არა, როგორ არის ცუდით კაცო, აქამდე ამის მეც რას ლაპარაკობდე? 24 საათი გაზეთები, 24 საათი ოპოზიცია, 24 საათი ომბუდსმენი, ვის უნდა ეთქვა კიდე, ვის და ნამდვილად არ მაქვს ხოლმე სურვილი და არასოდეს არ ვაკეთებ ამას, რომ ნიშნის მოგებით ვესაუბრო ვინმეს უთხრა, რომ აი თქვენ იმიტომ წაიქეცით, რომ ესე მოხდა. იმიტომ რომ აქ საუბარია არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკის რომელ მხარეზე დგას, თქვათ პოლიტიკური ძალა, კონკრეტული პიროვნება თუ ასე შემდეგ. საუბარია ჩემი ქვეყნის შვილებზე, ჩემი ქვეყნის ხელისუფლებაზე, ჩემი ქვეყნის ოპოზიციაზე და ამ შემთხვევაში ნიშნის მოგება არის საკუთარი თავის დაცინვა და არასდროს აქედან გამომდინარე მოდით ახლა ესე ვთქვათ უდიდესი უბედურება რომელიც შეიძლება ადამიანს შეემთხვეს პიროვნული ტრაგედია და ასე შემდეგ ზოგჯერ სრულიად ესეთ ბოროტ ადამიანსაც კი მიიყვანს კათარზისამდე ჩვენ ესეთ უამრავი მაგალითი გვაქვს ლიტერატურაში ვთქვათ თეოლოგიიდან ვიცით და ასე შემდეგ
და აქ საუბარი არ არის კათარზისი რომ უნდა განიცადოს ვიღაცამ და რომ უნდა გვითხრას რომ იცით რა მე ახლა შევიცვალე მე სხვანაირი გავხდები. აქ საუბარი არის ჩვენთან საუბრის ტონზე, თითის ქნევაზე, ჩხუბზე, აი ვუყურებ სულ აი ამ გამოსვლებს და გაოცებული და გაკვირვებული ვარ, რატო გვეჩხუბებიან და რა უნდათ ჩვენგან, რა გავაკეთეთ ესეთი ცუდი ჩვენ, იმითი რომ აი ამ დამარცხებული სისტემის, როგორც პრეზიდენტმა თქვა, სისტემური მარცხი კონკრეტულ სისტემაში გამოწვეული მარცხში რა როლი ვითამაშეთ ჩვენ ისეთი, რომელიც არ ითამაშა ვიღაცებმა. თუ კი ჩვენ ამ შემთხვევაში და საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ალბათ საკუთარი ქვეყნის ნამუსის მოწმენდისგან გამომდინარე ინახავს და არ ლაპარაკობს საჯაროდ, ახლა ისეთი ნიუანსები როცა იციან ადამიანებმა, რაც არის აი უწვრილმანესი ნიუანსები როცა იციან თავიანთ ქვეყანაში რა ხდება, სადღაც რა ხდება იქ და ბუდუარ ვიღაცის ბუდუარებში რა ხდება, ამაში ერკვევიან და ამაში არიან ჩახედულები, თავიანთ იმაში რა ქვია გდანი გეიტში არ იცოდნენ რა ხდებოდა. აი ამაზე მაქვს საუბარი, რატო არ მოხდა ეს მომენტი? ეს არის პოლიტიკური არსებობს ესეთი რამე პოლიტიკურ ცხოვრებაში თქვენ ახლა უფრო ისა რა ეს არის მეთოდოლოგია, პიარი თუ რა არის ეს? იცით რა, ეს არის აი ბუნებრივი პროცესი მონოპოლისტური პოლიტიკური ძალისა. ჩვენი ბრალია, იცით, აი ამ შემთხვევაში ერთადერთი ყველაფერში გეთანხმებით და აბსოლუტურად რა თქმა უნდა, მაგრამ აი ის ჩვენი ბრალი არ არის, ჩვენი ბრალი არის. არანაირად არ უნდა დაგვეშვა ჩვენ, რომ რომელიღაც პოლიტიკურ ძალას აქვს სრული მონოპოლია. როდესაც გაქვს სრული მონოპოლია, რანაირი კეთილშობილი მიზნებითაც არ უნდა მოხვიდოდე და მოდიოდე ხელისუფლებაში, საბოლოო ჯამში ხდება ასეთი პოლიტიკური ძალის ტრანსფორმირება იმაში, რასაც აი რა, მასაც ხა ჩვენ ხედავთ, ასე ვთქვათ, აი რის სიმპტომებსაც ვხედავთ. ეს ხდება ხელისუფლების გაზულუქება, ხდება ხელისუფლება თავხედი და რაღაც მომენტში ირწმუნებს, რომ ის არის სახელმწიფო და იმანიც ის მხოლოდ რაც უნდა გააკეთოს. იცით რა, ხა მე ვაკეთებ პატარა დეტალებს. აი 5-6 წლის წინ მაგალითად ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები რაღაც აი მანქანებით მათი უფრო რაღაც მოგზალებულად დადიოდნენ, ტრასაზე უკან არ დაგეტაყებოდა, ესე იგი ორი დიდი ჯიპი და ჯერ რატო უნდა ისხდნენ ამ ხელა მანქანებში რაღაც დატყავებული ისა ქვია გუბერნიის ხელმძღვანელები მიკვირს აი დიდი 80,000 евро როღის მოდის ჯიპი უკან მოყვება დაცვა ასეთივე ზუსტად ასეთივე მანქანაში ну ალბათ ვარ მოგტაცონ ეს გუბერნატორი მათ მარაფია ვიღაცამ რო არ გაიგოს რომელ მანქანაში და დაგი სიგნალებს უკნიდან და თუ არ გადაიწევი უცბად არ გაატარებ ჯერ როგორ გადმოგხედავს ესე იგი იქიდან რომ ხელაკაცი მოვდივარ, ამ ხელარკინაში ვზივარ და შენ ეს სწრაფად არ მატარებ. აი ეს პატარა მაგალითი მომყავს, მაგრამ ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნება, იცით? აი ეს აი ხელისუფლების ასე ვთქვათ, აი შეცვლა მისი თავხედობისკენ. ამ პატარ-პატარა ელემენტებისგან მე მივდივართ იმ ასე ვთქვათ შედეგებამდე, რასაც ჩვენ ხედავთ და ნებისმიერ ხელისუფლებას უნდა ყოფილდეს აუცილებლად დამბალანსებელი ზალა. პარლაპოლიტიკური ცხოვრება უნდა იყოს დაბალანსებული. ჩვენ უნდა მოვათავოთ ის სისტემა უნდა დავასრულოთ, როდესაც მხოლოდ ერთ ძალას აქვს ყველაფერი ხელში ჩაგდებული და როდესაც მას საპირწონე არაფერი არ აქვს. არამედ ჩემი ძმაც რომ იყოს ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ლიდერი, ისიც არ მინდა რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ზუსტად ისეთი პროპორციით და ისეთი მონოპოლისტური პოზიციები, როგორც აი დღეს არის ნაციონალური მოძრაობა. მირჩევნია მოვიდეს, მირჩევნია მას ყავდეს საპირწონოდ ოპოზიცია, რომელიც გააკონტროლებს ყოველმის ნაბიჯს, ყოველმის სუნთქვას, ყოველმის მოქმედებას. აი მაშინ ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ასეთ რეალობაში ცხოვრება. იმასაც აქვს თავის მინუსები და ამაზე მე ვილაპარაკოთ აი 1 ოქტომბრის მერე, მაგრამ ის იქ უფრო ნაკლები შანსია იმისა, რომ ხელისუფლება გაზოლუხდეს და მოხდეს მისი ეროზია, მისი გარდაქმნა, მისი გარდასახვა იმ სცენარით, რაც სულ ხდებოდა ეს ახალი არაფერი არ არის, კაცობრიობა მას შემდეგ, რაც შეიქმნა და ხელისუფლება არსებობს ასეთი ფორმით, ისეთი ფორმით, ხდება ერთი და იგივე სულ. იწყებს ადამიანი ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, სურვილებით, შეიძლება მოდის რევოლუციური ძალა, მაგრამ
იმის გამო რომ მას არავინ არ იმაშება, აკონტროლებს, არავინ არ აბაღავს, საბოლოო ჯამში ხდება მისი ტრანსფორმირება. მე შემეცნები ეს თემა დავამთავრო აი ამ დავამთავრო ჩვენი სასიკატულო წერლისა და მამულიშვილის ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებით რომელიც ინტერნეტში გავრცელდა თუ არ იცოდით ციხეში რა ხდებოდა ბარაქალაშენს პრეზიდენტობას თუ იცოდი და არაფერი გააკეთე ბარაქალაშენს ადამიანობას მე ვფიქრობ რომ ეს არ ეკუთვნის მხოლოდ ეს სიტყვები არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ კაცს მიხეილ სააკაშვილს სიტყვები ეკუთვნის ალბათ მის გარემოცვასაც სისტემაში მყოფ ადამიანებსაც და ალბათ ეკუთვნის ჩვენს საზოგადოებასაც იმიტომ რომ ბევრ რაღაცაზე ჩვენ მოგვიწევს ამის შემდეგ დაფიქრება და სამწუხაროდ როდესაც ჩვენ ვფიქრობთ იმას რომ როგორ უნდა ვიცხოვროთ ხვალ აი ამ ტვირთით იმიტომ რომ შესაძლებელია ჩვენ გვყავს ამ წუთას 300,000 პრობაციონერი საქართველოში ჩვენ ციხეებში გვყავს ამჟამად 40,000 ადამიანი და რამდენად იმის მიუხედავად ვის რა კატეგორიის დანაშაული აქვს ჩადენილი თითოეულ ჩვენთაგანი სინდისსა და ნამუზე იქნება ის მომენტი რომ ჩვენ არ ვიცით მათ რა წნეხი რა ზეწოლა გადაიტანეს აი ამ წლების განმავლობაში და რის გამო მოუწიათ ცალკეულ საკითხებზე კომპრომისზე წასვლა ამიტომ ჩვენ მოგვიწევს ესე იგი საუბედურო რა არის ამ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ რომ საუბედურო ის არის რომ დამნაშავის მიმართ სიბრალული გააჩინა თავისი უგუნური ქმედებით სისტემამ თუ სისტემაში დასაქმებულმა კონკრეტულმა ადამიანებმა. ნუ აი ისე გავიმეორებ ახლა რა ხან არ არც ერთი ხელისუფლების არც ერთ პარტიაში არა ვარო მე პირადად მართლა ვზნობ რაღაც პასუხისმგებლობას როგორც საზოგადოების წარმომადგენელი იმაში რაც ხდება ირგვლივ და რაღაც ყველა თავისი ასე ვთქვათ თვითკრიტიკულად უნდა შეხედოს რაღაც თავის თავს ისიც ყველას გვინდა რომ შეიცვალოს უკეთესობისკენ მთავრობა, შეიცვალოს პარლამენტი, შეიცვალოს ფულის კურსი, ისე როგორც ჩვენ გვაწყობთ, შეიცვალოს მეზობელი უკეთესობისკენ, გარეთ, აი ყველა ირგვლივ ის არის უკეთესობისკენ შეიცვალოს, მაგრამ აი არავინ არ საუბრობს თავის შეცვლაზე უკეთესობისკენ. ყველა უნდა ვცადოთ ახლა ჩვენ რომ აი განდი ვახსენებ, ის ამბობდა მაჰათმა განდი რომ შენ თვითონ უნდა გახდე იმ ცვლილების ნაწილი რასაც გარეშე სამყაროდან ელი. რაც ყველა უნდა დავფიქრდეთ, აი როგორ შევცვალოთ ეს ჩვენი ცხოვრება, ისე რომ რაღაც უფრო ნორმალურად, კომფორტულად ვიძროთ თავი. აი ქუჩიდან დაწყებული პატარა რაღაცა ელემენტებიდან დამთავრებული პოლიტიკით. მე ძალიან გული მწყდება იმაზე, რომ აი ახლა აი ამ ხელისუფლებამ ისიც ხო მე ბრმა არ ვარ და დავდივარ, ბევრს მოგზაურობ საქართველოში და ნუ ბევრი რაღაც გააკეთდა იცით ამ 8 წლის მანძილზე ახლა მე არ ვარ ისე შავთეთრად განწყობილი, რომ არაფერი არ დავინა, არაფერი არ გაკეთებულა. როგორ არ გაკეთებულა ის აშენდა, ის შეკეთდა, ის გარემონტდა, ის აღარ არის რაც იყო რაღაც, რაც არ მოგწონდა, მაგრამ აი ეს იმის გამო რომ აი ესეთი ძალიან უხეში შეცდომები უაღრესად უხეში შეცდომებია დაშვებული. თითქოს ამას ყველაფერს წყალი გადაესხა და რაღაც წყალს გავატანეთ ეს ყველაფერი. დათოთურაშვილმა ბრძანა რომ ამ ყველაფრის ფონზე რაც თქვენ ახსენეთ აშენებული ხიდების, გალამაზებული სახლების, ადამიანი დაიკარგა, ადამიანი დაიკარგა და თითქოს აი ახლა გაიხსნა, ის გაიხსნა, ეს გაიხსნა, ბათუმში ხელა შენობა და აი თითქოს არც არაფერში არ ითვლება რა. ამის რაღაცის გაკეთება არის ძალიან ძნელი საერთოდ საქართველოში და საერთოდ რაღაც რო გააკეთო არის ურთულესი, ნუ აი ამ ხელა რაღაც შენობა აშენდა, იქ გახსნა რეაქცია არის საზოგადოებაში. იმიტომ რომ იხილეს აი ის ასე ვთქვათ არის განცდა ძალიან დიდი უსამართლობისა და ამის გამო ნუ აღარ გიტაცებს, აღარ ხიბლავს ის დიდი ბეტონისა თუ ჟოშის სახლი, იმიტომ რომ აქ რაღაცა შეგრძნება იმისა რომ შენ ხარ შეურაცხყოფილი და მართალს ვზარეთ აბსოლუტურად და არც მოგიბოდიშეს თითქმის ამის გამო ბოდიშიც არ მოგიხადეს. კიდე აქეთ გადმოგაბრალეთ რომ ადრე გეთქვა ჩემთვისო ადრე მე რა უნდა მეთქვა კაცო არ იცი თქვენ თვითონ რა ხდება და ნუ ისე იმ თემას უბრუნდები იცით რა ბატონ ზურაბ თქვენი წარდგენისას ეს თქვენი სამი დიპლომატიური სამსახურის სამი მიმართულება ევროკავშირი, ნატო, რუსეთი, აი ახსენე
და ჩემთვის ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორ რომ მე ამ წუთას ვესაუბრები აი ამ მიმართულებებში სამივე ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს სფეროში ჩახედულ ადამიანს. ჩვენ დღეს ვდგავართ გარკვეულ გასაყართან და მიუხედავად იმისა, რომ როგორი შედეგით არ უნდა დამთავრდეს 1 ოქტომბრის არჩევნები, ის ცხოვრება თქვათ, აი ისეთი ფორმით არ იქნება. თუნდაც პარლამენტი არ იქნება ესეთი ერთსახლოვანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ მივისწრაფით ევროპული ფასეულობისკენ, ჩვენი თქვათ სურვილია ნატოში ინტეგრაცია და შემდეგ ჩვენ უნდა დავალაგოთ და ვამბობთ ხშირად უნდა დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან და მოდით ისე ბოლოდან დავიწყოთ. რა უნდა რუსეთ ჩვენგან? ძალიან ცუდი კითხვა არის ეს და ძალიან პათეტიკური, მაგრამ ეხლა არის 21 საუკუნე და მისი იმპერიული ძრახვები როგორაც არ უნდა იყოს სიტყვაზე ვიზახი შეფუთული, ამას მსოფლიო პოლიტიკაში არავინ არ მოიტყუებს თავს, ხო? საქართველოსთან მიმართებაში რა უნდა და ყველაფერს თავი დავანებოთ, საქართველოს ესე ადვილად ხელს ვერ დაადებენ, თუ კი რაღაც გადანაწილების მომენტი არ მოხდა და თქვათ თუ დაადებენ, იმ შემთხვევაშიც ვიღაც უნდა შეეგუოს ამას, ხო? აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა დღევანდელ რუსეთს, თუნდაც გუშინდელ პუტინის რუსეთს და დღევანდელ რა უნდა საქართველოსგან. ეს გავლენა ცოტა პათეტიკური სიტყვა ის არის. მოკლედ, იმიტომ ძალიან დიდი თემაა და აი ალბათ შევეცდები, რომ სადღაც ოქტომბერ-ნოემბერში გამოვცე წიგნი, რომელიც აი 90-იან წლებზეა. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო 90-იან წლები, ცივი ომის დამთავრების შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიქმნა ახალი მსოფლიო, სადაც ორი დაპირისპირებული ბანაკი კი არ იყო, არამედ უკვე რაღაც ასე ვთქვათ, სხვა გარემოცვა იყო და აი ამ 90-იან წლებში სრულებით ახალი რეალობა მოგვევლინა ჩვენ. ცივი ომის დასრულების შემდეგ და ამ ომში რუსეთი დამარცხდა სალსახად, რუსეთმა დაკარგა ძალიან ბევრი, რასაც 300 წლის მანძილზე მისხალ აგროვებდა. აღმოსავლეთ ევროპა, შუა აზია, კავკასია, აი პეტრე პირველიდან მოყოლებული, რასაც აგროვებდა ყოველწლიურად 300 წლის მანძილზე ყოველწლიურად რუსეთს ემატებოდა ერთი ბელგიის ხელა ტერიტორია. იპყრობდა, ფართოვდებოდა და უცბად აი ერთ წელიწადში ეს ყველაფერი დაკარგა რუსეთმა 91-92 წლებში. გარდა ამისა, იქ მოხდა საშინელი ეკონომიკური უკანსვლა, სოციალური ვითარება მოიშალა. ეს რუსეთისთვის იყო კატასტროფული წლები, აი 91-12 მომდევნო წლები და აი ამაზე წერა ამ წიგნში, რომელსაც ქვია დანგრეული კედლის ჭრილში, დანგრეული კედელი ბერლინია, ანუ კედელი დაინგრა, მაგრამ ჭრილს მაინც ეფინებოდა იმ მსოფლიოს კედლის. ასე რომ, აი დაკარგა რუსეთმა ყველაფერი და აი სადღაც 99 წლების ბოლოდან, როდესაც ბატონი პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში, ცდილობდა ნელა ეს ყველაფერი დაიბრუნოს. ცდილობს ჯერჯერობით მთლიანად არ გამოდის, მაგრამ რაღაც ნაწილობრივ მაინც წარმატებებს აღწევს ის მოუძლიერთან, მოღონიერთან, უნთებზე დაიწყო ყურება, გაუჩნდა რაღაც რესურსები, ფული, ენერგეტიკა ყველა. ამიტომ რუსეთს უნდა ის, რომ კავკასიაში თავისი გავლენა აღიდგინოს. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი და აქ რომ ასე ვთქვათ, აი სხვა რაღაც რეგიონალური სილы, როცა უძახიან, არარეგიონალური ძალები, ვინ არის ევროპა, ამერიკა, რომ მათი გავლენა იყოს მინიმუმზე დასული, თუ არ იქნება საერთოდ უკეთესი. ეს არის მათი სტრატეგიული ამოცანა. და ტაქტიკური ამოცანა, ახლა აი უახლოეს მომავალში რაც შეიძლება სწრაფად რომ მოხდეს, ის არის რომ აი ის რეალობა რაც შეიქმნა 2008 წლის შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება მხედველობაში მოხდეს ამის ლეგალიზება და საერთაშორისო გაправება, რომ აღარავინ აღარ გაუჭიროს საქმემად და აღარ იყოს ევროპის საბჭოში და იქ ამაზე ლაპარაკი, რომ აი უკანონოდ არის და აი ეს ოკუპირებული უნდათ დათავდეს და აი ეს ლეგალიზება მოხდეს. აი ეს არის ყველაზე ასე ვთქვათ მოკლევადიანი ამოცანა და დიდი ამოცანა ის რომ კავკასიაში თავიანთი გავლენა დაიბრუნა. მაგრამ ამ ყველაფერს სიტყვაზე ვიზახი რუსეთის მცდელობას რო აი ეს გააკეთოს, სჭირდება როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, ისევე სჭირდება პირველ რიგში ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელების მიერ მიცემული ლეგიტიმური უფლება.
ეს ერთია და ხელისუფლებას თავიდანებოდ ქართველი ხალხის რამე ჭირდება ხო? ჭირდება ის რომ აქ იყოს ისეთი ვითარება, რომელიც მათ ასე ვთქვათ მისცემს იმის საშუალებას, რომ აი ეს ორი საკითხი ნელ-ნელა ეტაპობრივად გადავწყვიტონ. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ისეთი ურჩევნია ნახონ, აქვით ამაში წინააღმდეგობას არ გაუწევს ყოველ შემთხვევაში და რაღაც ასე ვთქვათ კომპრომისულ ნაბიჯებს გადადგავს, რაღაცის ხარჯზე ეს მოხდება. ეს ასე ვთქვათ ამაში ახლა არაფერი არ არის რუსეთი ამას და დიდი იმპერიები საერთოდ ასე ვთქვათ ცდილობდნენ დაკარგეს, მე ისე უნდა დაღიდგინონ. ახლა რუსეთის შემთხვევაში ეს სახიფათო ჩვენთვის რატოა? იმიტომ რომ თვითონ რუსეთი არ არის დღესდღეობით ის ქვეყანა, რომელსაც მოაქვს ინოვაცია, მოაქვს რაღაც მაგალითი იმისა, თუ რანაირად უნდა აწყოს სახელმწიფო. აი იმიდან ვერ გადმოიღებ დღეს რაღაცა ასე ვთქვათ სასიკეთო კომპონენტს ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობაში. პოზიტივი ის არის, რომ თუ კარგი ურთიერთობა იქნება რუსეთთან, ნაკლებად გაგლახავს, მაგრამ რაღაცა კარგის გადმოღება დღესდღეობით რუსეთიდან რთულია, იმიტომ თვითონ რუსეთია ძალიან ცუდ ფორმაში. ეხლა მე დასავლეთში თქვენ თვითონ მზარდეთ ევროპაში ვიცხოვრე სადღაც 12 წელიწადი საერთო ჯამში. აღმოსავლეთში ვიცხოვრე სხვადასხვა ინდოეთში 3 წელი და რუსეთში 10 წელი. რაღაცა შემილია ერთმანეთს შევადარო. მე შორს ვარ იქიდან რომ თქვა რომ აი დასავლეთი არის იდეალური სამყარო. იქაც არის უამრავი პრობლემა. იქაც არის უამრავი ასე ვთქვათ ისეთი რაც მე არ მომწონს. იქაც არის ყველაფერი ის რაც არავის არ მოწონს, მაგრამ სხვა ყველა უარესია. ყველა სამყარო აღმოსავლეთის და რუსეთის დღესდღეობით რა თქმა უნდა აი ჩამორჩება რუსეთის სახელმწიფოებრიობა დღესდღეობით არანაირად არ არის სამაგალითო. აი ამიტომ არის, თორე რუსეთთან ის რომ საერთოდ ენა უნდა გამონახო და შეეცადო ეს და რაღაცნაირად ამ ჩიხური ვითარებიდან დაინახო სადღაც გამოსავალი და აიძულო ის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით რომ ის ვარიანტი ასე ვთქვათ გამოჩარხო ამ და რაც ჩვენთვის მისაღებია, ეს სხვა საკითხია, იმიტომ რომ კი ძართული ვითარებაა, მაგრამ ახლა პოლიტიკოსები რისთვის არიან იმის ჩიხური ვითარებიდან გამოსავალი იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მიმაჩნია რომ ამ წუთას ბურთი არის რუსეთის მოედანზე. არის კი. თუნდაც მთელი რიგი მომენტებიდან გამომდინარე რომ მიუხედავად იმისა რომ ექსპერტები ხშირად საუბრობენ და თქვათ ცალკეული პოლიტიკოსები ოპოზიციის მხრიდან რომ არის გარკვეული კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის და საუბარია კულუარულ კონტაქტებზე. ამის მიუხედავად ღიად დევს თქვათ ესეთი ფაქტი ყველასათვის რომ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება და საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთთან არ საუბრობენ. რუსეთი ჩვენთვის არის ოკუპანტი ქვეყანა. შესაბამისად რუსეთს არ აქვს არავითარი სურვილი ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას. რითაც ის ცდილობს რომ არსებული სტატუს quo შეინარჩუნოს ყოველ შემთხვევაში და ამ პერიოდში თაობები იზრდებიან აფხაზეთშიც, ოსეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც და ამ შემდეგ. თუმცა ეს ერთი მიმართულება, მაგრამ ექსპერტები ასევე დაჟინებით აცხადებენ იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის ხელისუფლების თანამშრომლობის პროდუქტია ის, რომ რუსეთს აქვს საქართველოში ხელში ჩაგდებული ბჭყალებში უამრავი სტრატეგიული ობიექტი. რა ხდება? აქ ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი მაინც რჩება ენგურის ჰიდროელექტროსადგურთან, როდესაც ომის პარალელურად, ომის დასრულებულიც არ იყო ესე ჯერ კიდევ ყურში რომ გესმოდა ეს რა ქვია ბომბების ხმა და ამ შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება რაოვესთან. საუბარი არ მაქვს იმაზე, რომ ახლა ამ სტრატეგიულ ობიექტებს რუსეთი არ მოიკიდებს და არ წაიღებს არსად. ვერ წაიღებს, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში რატო კეთდება ესეთი არჩევანი? იცით რა, ახლა მეც მეჩვენება ცოტა გაზვიადებული, ხაი მეუნებიან ხოლმე, რომ აი წყალკანალი წაიღო რუსეთმა და ის აი, ახლა რუსეთს წყალკანალი არ ჭირდება, რუსეთს ჭირდება პოლიტიკური გავლენა, რუსეთს ჭირდება კონტროლი ძალოვნებისა და იმ ასე ვთქვათ იმ სტრუქტურებისა, რაც რეალურად უზრუნველყოფს ქვეყანაში კონტროლს რა. ახლა მართლაც ახლა ბევრი გაუგებარია იქ როგორ მოხდა იმის ხელში, ამის ხელში, მაგრამ ახლა დღესდღეობით ის რომ ასე ვთქვათ რუსეთი აქ ვითარებას იმ დოზით ვერ აკონტროლებს როგორც მას უნდა, ფაქტია ახლა ეს და
მარტო რაღაც რამდენიმე დიდი იმის რა ქვია რაღაცა საწარმოში რუსული კაპიტალის ყოფნა საკმარისი არ არის აბსოლუტურად. ბევრ რაღაცაზეა ასე ვთქვათ, გამოგიდებული ქვეყანაში გავლენის შენარჩუნება თუ რეანიმაცია. მიუხედავად აი ყველაფრისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ რუსეთთან დიალოგის აღდგენა აუცილებლად დავჭირდება და თუ ჩვენ ახლა აი ამ არჩევნებს ბოლოს და ბოლოს აი ამ პერიოდს ნორმალურად მომავალ კვირას ჩავატარებთ და რაღაც შედეგსაც ადამიანურს მივიღებთ, ეს ჩვენ ძალიან გაგვაძლიერებს, იცი და ყოველთვის მოწინააღმდეგესთან თუ პარტნიორთან თქვათ დიალოგის აღდგენა ჯობია იმ მომენტში ეს ქრესტომატიული ჭეშმარიტებაა დიპლომატიაში, როდესაც თავს მაგრად გზნობ, თან კარგ ფორმაში ხარ რა. როდესაც სუსტად ხარ, მოფლაშული ხარ და შიგნით გზნობ თავს სუსტად. მაშინ არავის არ უნდა ელაპარაკობდით თურთეს, მაგრამ აი ასეთი რამ თუ მოხდა ჩვენთან, რომ აი ეს დემოკრატიული რაღაცა გავიარეთ ჩვენ დიდი გამოცდა, თავს უკეთესად ვიგზნობთ, იცით, უფრო რაღაცა კოზირი გვექნება ხელში, რომ პატარა ქვეყანაა, მაგრამ შეხედე რანაირად ასე ვთქვათ შეიცვალა და რანაირად ასე ვთქვათ გამოირჩევა ყველა სამეზობლოსგან ამ თავისი დემოკრატიულობის ხარისხი. აი დიალოგის აღდგენა მაშინ იქნება უკეთესი. თუ ამის ასე ვთქვათ სურვილი იქნება იქიდან მხრიდან. ბატონ ზურაბ, აქ ამ შემთხვევაში ჩვენ როცა რუსეთთან ურთიერთობებისა და მისი გეოპოლიტიკური გავლენის სურვილებზე ვსაუბრობთ, ამ ხედველობაში ისიც უნდა ვიქონიოთ, რომ თქვათ აი ამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის გარდა რუსეთი აკონტროლებს კავკასიაში კიდევ ერთ ყარაბაღის კონფლიქტს აკონტროლებს და თქვათ წელს აი ბოლო წლების განმავლობაში წელს აი ამ რეგიონში თქვათ დაძაბულობამ ყველაზე დიდ პიკს მიაღწია იყო მსხვერპლი ორივე მხრიდან და ჯერჯერობითაც საუბრობენ იმაზე რომ აქ ყველაფერი განელებული არ არის გავითვალისწინოთ ის გარემოებას რომ აი ბოლოს ჩატარებული სამხედრო წვრთნების დროს საიდანღაც და რატომღაც რუსეთის ჯარი აღმოჩნდა ყარაბაღში აქვე გავითვალისწინოთ ის რომ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას გვიბიძგებს ირანისადმი და ამ შემთხვევაში რუსეთის ინტერესი სომხეთზე და შესაბამისად ირანზე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ თუ კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაარტყა ირანს, მაშინ რუსეთი თავის სიტყვას იტყვის და არავინ არ იცის თურმე რა არის ეს სიტყვა და ცოტა წარმოუდგენელია, რომ არავინ არ იცის იქიდან გამომდინარე, რომ რატომღაც ამერიკა და რუსეთი რატომღაც ისევ ბრჭყალებში კონცეპტუალურ და სოფლიოსათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით თარგმნებიან აქ ხელმძღვანელობაში არა მაქვს სირიის საკითხი, სადაც ბევრი რამ არის სხვადასხვა მიმართულებით გადასაწყვეტი და მე მგონი აქ რუსეთი უფრო სახეს ინარჩუნებს და ამ სახის შენარჩუნებიდან გამომდინარე ათასობით ადამიანი იღუპება და ასე შემდეგ. პრინციპში თქვენ როგორ ხედავთ აი ამ მოვლენების განვითარებას? მით უფრო იქიდან გამომდინარე რომ რა შეიძლება რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ვთქვათ იგივე ისრაელმა სადაც პრემიერი მომხრია დაიწყო სამხედრო ოპერაცია პრეზიდენტი და ოპოზიცია წინააღმდეგია ამერიკის მხარდაჭერის გარეშე ამ ოპერაციის დაწყების სადაც არის ვთქვათ აი ამ იგივე კავკასიაში ყარაბაღში პროცესების გართულება მოსალოდნელი აი ამ თამაში სადა ვართ ჩვენ ამ თამაშის ცენტრში ვართ სამწუხაროდ ხედველობაში მაგის რომ ვიმყოფებით მსოფლიოს ერთ-ერთ ურთულეს რეგიონში აი რამდენიმე რეგიონს ჩამოსვლი რომელიც ასეთი რთულია ახლო აღმოსავლეთის შემდეგ ნუ ალბათ აი კავკასია ესეთი ხა დავფიქრდი რომ მართლაც ბალკანეთი გაჩუმებულია ბალკანეთი გაჩუმებულია აი ხა არ მახსოვს ვინ თქვა მე მგონი კისინჯერია თუ ბზეჟინსკი რომ კავკასია არის 40-იანი წლების ბალკანეთია აი მაგრამ რო ირეოდა ყველა და მე 80-იან წლებშიც კიდევ უარესად აირია აი ახლო აღმოსავლეთის მე ურთულეს რეგიონში ცხოვრობდა რაღაც აი ჩვენ საზოგადოებას ვერ ვამჩნევ ხოლმე რომ აი ვაცნობიერებთ ამას ხშირად
რაც განსხრომაში ვართ ხოლმე. პოლიტიკოსები უფრო სწორდავენ აი ამ შეფასებებში. შიდა პრობლემებზე ვართ გადასული თავიდან ბოლომდე რაღაც. აი ამას ვერ ვხედავ. ურთულის რეგიონში ცხოვრობ. მე ნომერი 2 მსოფლიოში ვთქვათ ესე ახლა მოსწავლეთის შემდეგ. თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ. ღმერთმა არქნას რომ იქ მაშინ რა ქვია ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები განახდა. რაღაცას მოიმოქმედებს რუსეთი. რას არ ვიცი, ალბათ იმას რომ რაღაცნაირად ასე ვთქვათ ჩაერევა, შეეცდება რომ თავის სტრატეგიულ მოკავშირეს ხარდაჭერა აღმოუჩინოს სომხეთი მართლობებში, რანაირად უნდა დაუჭიროს ხარი თუ საქართველოსი არ გამოიარა, აი ასე ვთქვათ უკვე ერთი დრამატული შესაძლო ვარიანტი ძალიან ცუდი შესაძლებლობისა. ირანი რაც თქვენ ძალეთ აბსოლუტურად ახლა ირანში იქ რომ რუსეთთან შეუთანხმებლად დასავლეთმა დაიწყოს ის რაც ასე ვთქვათ რუსეთს მიაჩნია მისთვის მიუღებლად ისიც რაღაცას მოიმოქმედებს აუცილებლად იგივე ასე ვთქვათ სომხეთის დასაცავად თავისი ბაზის დასაცავად სომხეთში ასე რომ ეს საფრთხები რეალურია აი ამ საფრთხების წინაშე მეჩვენება მე რომ მაინც უნდა ვიფიქროთ ჩვენ რომ რაღაცა სახის დიალოგი რუსეთთან უნდა აღდგეს რომ შეძლების დაგვარად შევამციროთ ასე ვთქვათ აი რისკები თუმცა მეორეს მხრივ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმისა რომ ეს დიალოგისათვის უნდა დაიწყოს აუცილებლად სწრაფად მოუმზადებლად გაუაზრებლად არა ამას ძალიან კარგი მოფიქრება უნდა და ძალიან მრავალმხრივი გაანალიზება რომ მთლიანად სხვისი თამაშის წესებით არ ითამაშოთ ხო რუსეთში ყავთ უაღრესად გამოცდილი დიპლომატიური სკოლა, ინსტიტუტები, პროფესიონალები, რომლებიც გაჯობებენ ახლა თუ ძალიან კარგად არ მოემზადე ამისათვის და თუ შენი კოლეგების, პარტნიორების რჩევებიც არ გაითვალისწინეთ, ასე შემდეგ. ხშირად მომხდარა ისე, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, წაგებული აღმოჩნდით. თუმცა, რაღაცა გამოცდილება მივიღეთ ამ წლების მანძილზე. ასე რომ ვიმეორებ, ამ თამაში ჩვენ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მივიღოთ. თუ ჩვენი მხრიდან არ იქნა გამოყენებული მაქსიმალურად ის შესაძლებლობები რაც ჩვენს ხელთან არის და თუ ასე ვთქვათ დასავლეთი ძალიან სერიოზულად არ დაგვიდგა მხარში. პარალელურად ჩვენ უნდა ვიფიქროთ ვიმეორებ რუსეთთან დიალოგის აღდგენა. ისა ბატონო თქვენ აქ კავკასიის თემა ახსენეთ და ჩრდილო კავკასია არ ვახსენეთ ჩვენ საიდანაც კიდევ უფრო დიდი საქმე შეიძლება წამოვიდეს. ის ჩამოიშალა კავკასიაში. მოდით აი ამ ჩრდილო კავკასიის საკითხს მივუბრუნდები ზუსტად ახლა და ესეთ რამეს ვამბობ რომ ჩვენს პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას მე არ მაქვს ახლა იქ ფიჯისთან ურთიერთობაზე და დალაგებულ საფრანგეთთან ურთიერთობაზე საუბარი ხშირად აკლია ხოლმე პოლიტიკური პრაგმატიზმი და თქვათ რაც არის ბევრი ასე შეიძლება თქვა უკნას რომ ეს იყოს სტრატეგიულად რაღაც შეცდომები მაგრამ ნიუანსური შეცდომები არის თუნდაც მიმაჩნია რომ შეიძლება არ უნდა ვამბობდე ამას მაგრამ ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა რომელმაც 92 და 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს შიმშილისგან იხსნა დღეს მის სახსენებელშიც არ ვართ მე არ დავასახელებ ახლა ამ ქვეყანას და არ დავიწყებ ახლა გამგებ გაიგებს რაზეც მაქვს საუბარი და ასე გავაართულეთ სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობები ფასადურ ურთიერთობებზე არ მაქვს შინაარსობრივი ურთიერთობები გავაართულეთ საკმაოდ ბევრთან მაგრამ მოდით ახლა დავუბრუნდეთ პოლიტიკურ პრაგმატიზმს გასულ წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიხეილ სააკაშვილის მოხსენების მთავარი ხაზი იყო მშვიდობიანი კავკასია. ნუ ამ მშვიდობიანი კავკასიის თემის განხორციელების რამდენიმე ასპექტს თუ მივაქცევთ ყურადღებას, ვთქვათ, კავკასიელებისთვის ჩვენ საზღვარი გვაქვს გახსნილი და შეუძლიათ გავიდნენ, შემოვიდნენ ეს ერთი მიმართულება არის. მაგრამ არის მეორე მიმართულება, რომ ჩვენ ავაღიარეთ ჩერქეზების გენოციდი და პლუს ამასთან ერთად მოხდა აი ეს ტრაგიკული ფაქტი, რომელიც მოხდა და დაიხოცნენ მოვლენებზე მაქვს საუბარი და აი აქ რატომღაც პირველი სპონტანურად გაკეთებული განცხადებები იყო, თუ რა ვიცი, რატო იყო, იმიტომ ვიზახი რომ აკლია პოლიტიკური პრაგმატიზმი მეთქი, როდესაც თქვით რომ თქვა სახელმწიფო ამბობს რომ ეს არის დაღესტნიდან გადმოსული ვიღაცები. აი ამითი გავაღიზიანეთ კიდე თქვა სადადიანები, აი ორი რაღაც სხვადასხვა თამაში მიდის, გვინდა
მათი ინტეგრირება, შემორიგება და ასე შემდეგ ჩვენ გვახსოვს კავკასიელების მიერ დათანებული შავი დღეები აფხაზეთში და შემდეგ ამის შემდეგ როცა გვინდა რომ ეს თითქოს სიტუაცია დაალაგოს და ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, ამის შემდეგ ხდება ესეთი ლაფსუსები. რა არის ეს? აი აქ იკვეთება თუ არა ის თანამშრომლობა რუსეთის ხელისუფლებასთან, რომელზეც საჯაროდ არ საუბრობენ. იმიტომ რომ ექსპერტებმა, ზოგიერთმა ექსპერტმა თალსახად თქვა, რომ ეს სპეცოპერაცია გაკეთდა რუსეთის საამებლად და მე ამ შემთხვევაში არ მინდა სიღრმეში ჩავიდეთ, იმიტომ რომ აქ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დევს და არ მინდა რომ შემთხვევაში კონკრეტულად ვაპარაკოთ. ძალიან რთული თემაა ეს, იმდენად რთული თემაა, რომ ხეთ რაღაცას მოკიდებ ხელს და ინტუიჩი რაღაცა აი თევზივით გაგიწყდება ხელში მე ხა ჩვენ გვაქვს ძალიან ძიმე გამოცდილება მოგეხსენებათ ახლა ნუ არ უბრუნდები მე 92 წელს აფხაზეთს და რა ქონდა ჩვენ და ჩრდილო კავკასიელებთან ჩვენს ურთიერთობებს იმ წლებში მაგრამ არის ახალი გამოცდილება აი პანკისის ხეობაში რაც მოხდა როდესაც მეორე ჩეჩნეთის ომი დაიწყო 1999 წელს თუ 2000 წელი იყო რა გადმოვიდნენ იქიდან ჩვენ მივიღეთ ეს ტალღა ჰუმანიტარული ჩეჩნეთიდან ამოქცეული ხალხი ათასობით შეძლების და გვარად განმათავსეთ პანკისის ხეობაში და მერე დაიწყო ძალიან დიდი უბედურება ამ ტოლვილებს შორის აღმოჩნდნენ ბოევიკები შეერაღებული ხალხი რომელსაც ვერაფერს ვეღარ უშვებოდით დაიწყო ადამიანების მოტაცება ნარკოტიკებით ვაჭრობა წალეკათელი ქვეყანა ხელს ვერ კიდევდით ამ ხალხს, იმიტომ რომ იმ წუთში იმას გამოუჩნდა ისა რა ქვია, აღმოჩნდა რომ იმდენი არიან უკვე და ისე არიან შეერაღებული, რომ ვინმის მოერევა კიდე არ იცის, არავინ არ იცის. ასე რომ და ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდა ჩვენ რაღაცნაირად, რომ ეს სიტუაცია რომ რაღაცნაირად დარეგულირებული იყო. იმათ მაგ შემოსვლას საერთოდ გადარია რუსეთი. აი ყველაზე პიკი, აი ის მომენტი, როდესაც დაიწყო ჩვენთან რუსეთთან, ჩვენი ურთიერთობების გაუარესება მკვეთრად რუსეთთან იყო ეს სწორედ ეს პერიოდი, როდესაც პანკისის კრიზისი დაიწყო და მე მაშინ რუსეთში ვიყავი და ჩემთვის აქ პირადად ნატომ ბატონო იმას რა ქვია პუტინს რომ მიაქციეთ ყურადღება, რატომ არ აქცევთ ყურადღებას პანკისში რა ხდება. ჩვენ ვიცით რომ იქ ბოევიკები არიან. ვერაფერს ვერ უშვებოდით ამ ბოევიკებს. რუსეთს უნდა რომ დაგვეწყოთ ძალისმიერი ოპერაცია, ჯარი შეგვეყვანა, რომელიც ჩვენ არ გვყავდა ნორმალური რაღაც სპეცოპერაცია და ამის გამო გართულდა დაიწყო უსასტიკესი კონფრონტაცია რუსეთთან. ჩვენ ვერ მივდიოდით ამაზე, არ შეგვეძლო ასეთი ასე ვთქვათ, იქ სამხედრო ოპერაციის ჩატარება, რუსეთი ამას ითხოვდა, მერე დაიბომბა პანკისი, როგორც გახსოვთ ალბათ თქვენ რუსული ფრინველების მიერ, ხალხი საერთოდ გადაერია საქართველოში, რა ხდება, ბომბავენ და ჩვენ პასუხს ვერ ვცემთ. ამიტომ აი ამ გამოცდილების მქონე საზოგადოება ცოტა ფრთხილი უნდა იყოს ყველანაირ შეფასებაში. იცით რა, როდესაც არ ვიცით რა ხდება და იმ წუთში რაღაცა განცხადებას აკეთებ ცოტა ჩემთვის უცნაურია. ისეთ რა იყო, აი როდესაც გამოჟონა ინფორმაციამ, რომ აი ახლა როდის იყო სამი კვირის წინ თუ თვით წინ, რომ იქ ასეთი რაღაცა შემოვიდა, რაღაც ჯგუფი და რაღაც ასე ვთქვათ ოპერაცია ტარდება. ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ აი დაიწყო მოყოლა უკვე ყველაფრის იქ რა ხდება, რატომ ხდება, როგორ ხდება. ჯერ არაფერი არ ვიცით, კაცო და ის უკვე მიყვება რა ხდება იქ და ყველაფერში ჩვენი ხელისუფლებაა დამნაშავე, ჩვენ ვართ დამნაშავე. ცოტა უცნაური იყო ჩემთვის ისეთ ესაბავე. მოიცა კაცო რაცალე ჯერ იქნებ ვინ შემოგესია. ჯერ რაცალე რა სიტყვის შენი მთავრობა, მერე რა სიტყვის რუსეთი, მერე რა სიტყვის დასავლეთი და მერე მომიყევი რა ხდება იქ შენი ვერსია. არის ცოტა აი ჩემთვის ეს იყო ცოტა გამაღიზიანებელი მართალი გითხრათ, იმიტომ რომ იმ წუთში დავიწყეთ ჩვენი ხელისუფლების დადანაშაულება და შენი ხელისუფლების დადანაშაულება ნაწილობრივ გარე სამყაროსთვის ნიშნავს საქართველოს დადანაშაულებას. მე იმას კი არ ვამბობ, რომ 100%-ში მართალია, რასაც გეუბნება მისაღებია, მაგრამ ცოტა რომ მოვითმინოთ ხოლმე, რაღაც დავფიქრდეთ და დავწონოთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც გვაქვს. ახლა სხვადასხვა რაღაც შეიძლება იყოს საბოლოო ჯამში ჩვენ რეალური პასუხი, ასე ვთქვათ, სრული ინფორმაცია ვერ მივიღეთ იმის თაობაზე, რაც ხდებოდა. ნუ მე რამდენიმე ვარიანტი შეიძლება ვფიქრობ. ნუ პირველი ის არის, რომ არის რაღაცები, რაც ნუ ვერ გეუნებიან ბოლომდე, არის რაღაც ინფორმაცია, რაც ვერ გამოამჟღავნებ. პანგისის დროს იყო ესე, ჩვენ ყველაფერს ვერ ვამბობდით, რაც იქ ხდებოდა და დაბალული იყო ეს საზოგადოებისთვის. ეუბნებოდა, რატომ არ ამბობთ, გითხარით, მაშინაც აკრიტიკებთ. ანუ ეს პირველია. ნუ მეორე მართლა შეიძლება არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა ასე ვთქვათ,
ინფორმაცია იყო მიღებული აქედან, რომ ასეთი ჯგუფი არსებობს ვიღაცისგან და ამიტომ ჩაატარეს ეს სპეცოპერაცია და ეხლა 20 შეერაღებული ავტომატებით, მუხებით და ერთ ადამიანი არ იმსახურებს იმ დამოკიდებულებას, რაც კომენტარებში გაჩნდა, რომ ამ ბიჭებს რას ვერ ჩოდით, ძევლებს კარგად ექცეოდნენ, ფული მიცეს, კამპეტები მიცეს, რაღაცა ცოტა უცნაური შეფასება ერთი მხრივ შევხედოთ და მეორე მხრივ იმეორებ, სანამ სრული ინფორმაცია არ გაქვს, ცოტა შეიკავე თავი რაღაცისგან. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ჯერ ჩვენ არ გვაქვს სრული სურათი, სრული ინფორმაცია. ხა დააგვერდით თქვენ, რუსეთს ხმა არ ამოუღია საერთოდ. ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. რისი მანიშნებელია ეს? ან ორი ვარიანტი არსებობს, ჩემი გამოცდილებით. ან რაღაცით გამაყოფილი არიან, ან რაღაცით შევწყვენილი არიან და ასე ვთქვათ, რაღაც არ გამოუვიდეთ. აი ამ ორი ვარიანტიდან ან გამაყოფილები არიან, რუსები ჩუმად არიან მაშინ, როდესაც ან გამაყოფილი არიან, ან რაღაც არ გამოუვიდეთ და სათქმელი არაფერი არ გჭირთ. ასე რომ შეიძლება მართლა იქიდან ასე ვთქვათ გადმოვიდნენ, შეიძლება რაღაცა სხვა იყო, აქედან იქით ცდილობდნენ გადასვლა, ვერ გეტყვით აი, მაგრამ მე მაინც თავს შევიკავებდი ასეთი აი ფრონტალური ყისიერი შეტევისგან ხელისუფლებაზე, რომ ამათი ბრალია ყველაფერი. რაც იქ ხდება, ნუ ეხლა ჩვენ ბრალი არ არის ჩვენში რომ ვთქვათ ეხლა აი დაღესტანში რაც ხდება, ჩეჩნეთში რაც ხდება, ჩვენი უბედურება რაც იქ ხდება, იქ თუ რუსეთის კონტროლიდან გამოვიდა ვითარება, არაფერი არ გვიშველებს, ჩვენ წაგბლეკავს ეს ვითარება აბსოლუტურად და არანაირი გაეროში განცხადებული მშვიდობიანი ერთიანი კავკასია ჩვენ არ გიშველებს. ჩვენ ინტერესებშია, რომ რუსეთმა იქ ტერიტორიული მთლიანობა შეინარჩუნოს და ის იქ არ მოიშალოს ვითარება იმ დოზით, რომ მერე ჩვენ აქ საფრთხე შეგვექმნას ყოველდღიურ ჩვენს არსებობაში. ეს იქნება აი ესეთი ეგზისტენციალური საფრთხე საქართველოს. მეორე ჩვენ ეს ნახეთ უკვე ვიცით რას ნიშნავს, როდესაც აქეთ იქით გადადიან ტოლვილები თავისი მითი რა ქვია შეერაღებული ხალხი. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო და ცოტა თავშეკავება ხოლმე. ყველაფერი არ უნდა ვაქციოთ შიდა პოლიტიკურ ბრძოლად. ბატონო, ეს თქვათ საქართველოში და პრობლემები ეს გავიმეორებ, მაპატიეთ არ გამოვლიც ხო ყველაფერი ცუდად იყო გაკეთებული ჩვენი ხელისუფლების. არც იმას გამოვლიც ხო კარგად იყო გაკეთებული. არ აქვს ინფორმაცია დეფიციტია და ნუ შეიძლება ეს რაღაცის გამო არ გეუნებიან. იმ წუთში ნუ მიახტები შენს ხელისუფლებას, იმ წუთში. რანაირადაც არ უნდა მოგწონდეს, იმიტომ რომ ყველაფერში შენი ხელისუფლების დადანაშაულება ამ მომენტში ტოლფასია, აი რაღაც ქვეყნისთვის გარკვეული ზიანის მიყენების. თუმცა მაშინ როცა არ იცი რა ხდება. ეს ასე იყო, ის იქიდან ჩამოფრინდა, ამას რას ვერ ჩოდით, კაი ბიჭები იყვნენ საერთოდ და ნუ არასერიოზულია. ბატონო, აი ეს ბოლოქარი კავკასია და ჩვენი საზღვრები საქართველოში არსებული ვითარება, აი ეს ორი ოკუპირებული ტერიტორია ეს დავალაგოთ და აქვე ვეკითხები საქართველოს ყოფილეულს ევროკავშირში და ნატოში ჩვენ მივისწრაფით ევროკავშირისა და ნატოსკენ ევროკავშირის სამგზავრო პოლიტიკის ფარგლებში საკმაოდ დიდ ძალისხმევას ეწევა ჩვენთან ურთიერთობების დასალაგებლად უამრავი სხვათიქ უამრავი რამ კეთდება იმისათვის რომ თქვათ იქ სავიზო რეჟიმზე არის საუბარი და 1000 სხვადასხვა საკითხი ეკონომიკური თანადგომის მომენტები და ასე შემდეგ ნატოს გვეუბნება რომ ბუხარესტის სამიტის გადაწყვეტილება იქნება ძალაში და ჩვენთვის კარი ხია ნატოს შესასვლელად მაგრამ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე თქვათ ჩვენ ხშირად და სხვათა შორის ჩვენ ხშირად წავუყურებთ აი ამ მომენტს, როდესაც და აქცენტები მუდმივად იმაზე გაკეთდა, რომ აი ბუხარესტის სამიტის გადაწყვეტილება იქნება ძალაში და მე ეგ ტექსტი რაც მოყვებოდა ამას, რომ აქ თავარია დემოკრატიული განვითარება ქვეყნის შესაბამისი ინსტიტუტების გამართული საქმიანობა და რეფორმირება და ასე შემდეგ. მუდმივი აქცენტი კეთდება სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე, რომელიც არის ჩემის აზრით თავი ქვეყანაში არსებული უბედურებისა, რომ სასამართლო არ არის თავისუფალი და
ჭირდებით ასეთ მდგომარეობაში ჩვენ ნატოს? ან ევროკავშირს ჭირდება ეს აფეთქებული რეგიონი? ნუ ევროკავშირის თემა ახლა ევროკავშირში. ნუ ახლა არავინ არ გვიღებს ჩვენ რა თქმა უნდა. ეს არ არის აქტუალური, იმიტომ რომ ევროკავშირი რა დარჩება კიდე კაც მარიცის. ახლა ევროკავშირის გაფართოება საერთოდ არ გაგდეს ეს რიგში. ის რაც ასე ვთქვათ შეიერთეს იმან დაშალოს იქნებს საერთოდ ეს ევროკავშირი, ამიტომ დღესდღეობით ეს საკითხი არ დგას ევროკავშირში. ამიტომ შეიძლება შეიცვალოს, რა ყველაფერი იცვლება კალეიდოსკოპურად სწრაფად ყველაფერი მსოფლიოში შეიძლება 4-5 წლის შემდეგ შეიძლება ბოლოს შეხვედრა თქვათ იგივე საფრანგეთისა და გერმანიის უმაღლესი ხელისუფლების ბოლოს შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ის ცენტრი, რომელიც დაიჭერს ევროკავშირს. ყოველ შემთხვევაში დღეს ევროკავშირში ამაზე არ საუბრობენ, რომ არიქა კიდევ ვიღაც შევიერთო. ეს ახლა იმდენად ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში არის, რომ ეს თემა ახლა ამ ეტაპისთვის, ასე ვთქვათ, განჯისაგანი არ არის. თუმცა ვიმეორებ, შეიძლება 3, 4, 5, 6 წლის შემდეგ შეტრიალდეს ვითარება სხვა მიმართულებით და ისევ აქტუალური გახდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმის გამო, რომ ეხლა ასეთი ვითარება ევროკავშირში და შენ ხვალ არ გიღებენ, უარი თქვა აქ რაღაც იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა მიყავს ევროპული ყაიდის სახელმწიფოსკენ. ეხლა ეს ვარიანტია, რომ აი სტუმარი არ მოვიდა და ხელთქმილად ავიბანერათ, მინდოდა გახსოვთ რაღაც ძველის ისტორია. ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც ნორმალური იქნება, რომელიც ნორმალურ პრინციპებზე, აი ევროპული ყაიდის ნორმალური სახელმწიფო. ჩვენი იდენტურობის შენარჩუნებისგან. მე ევროკავშირში შევალ თუ არ შევალ, გამოჩნდება რა. ეხლა ამას ჩვენ მარტო ევროკავშირთვის ვარ ვაკეთებ, ჩვენთვის ვაკეთებთ, რომ ნორმალური სახელმწიფო იყოს. ნახოთ, ან შევალ, ან ვერ შევალ. ეხლა ნატო უფრო რთული მომენტია, უფრო აქტუალური მომენტია, იმიტომ რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზეა საუბარი. ნატოში ჩვენ რო შევძვრეთ, დაცული ხარ, შენ გაცილებით უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე დღეს ვართ და აი შიშები გაუთავებლად არიქა იშიკინა შემო ნაკლებ მინიმიზირებული იქნება. მთლიანად არ იქნება მოხსნა, მინიმიზირებული იქნება. ეხლა აქ რამდენიმე მომენტია ესეთ ნატოსთან ჩვენი დაახლოება ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენს მონდომებაზე ბევრია ძალიან დამოკიდებული. შიგნით რანაირად მზად არის ეს ქვეყანა, რამდენად დაახლოებულია ნატოს სტანდარტებთან, მაგრამ არის რაღაცა გეოპოლიტიკური მომენტები. ალბანეთი არ იყო იდეალური ევროპული ქვეყანა, როდესაც 5-6 წლის წინ მიიღეს და ვიცი რაც არის ალბანეთი და ჩვენც კი უსწრებთ მას, ასე ვთქვათ, უსწრებდით ყოველ შემთხვევაში, როცა ალბანეთი მიიღეს, იმიტომ რომ იმის უკან არიდგა რუსეთის დიდი ჭრილი და რუსეთის, ასე ვთქვათ, ფაქტორი არ იყო. რუსეთს არანაირი არ ჰქონდა, ასე ვთქვათ, ამბიციები ან საშუალება იმისა, რომ ალბანეთი გაეჩერება. მიიღეს როგორიც იყო და ეხლა ნელ-ნელა შეესწებიან მის ნორმალური სახელმწიფოდ გარდაქმნა. ჩვენ შემთხვევაში ეს რუსული ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას ხმამაღლა არავინ არ ამბობს, მაგრამ ესეა. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენ ახლა მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევამციროთ ეს ასე ვთქვათ, ეს კითხვის ნიშნები. ერთის მხრივ, თუ რანაირი სახელმწიფოა საქართველო, თუ ჩვენ ვიმეორებ მომავალ კვირას გადავიტანეთ ეს ყველაფერი და ხეა ეს არის და არჩევნები ნორმალურად ჩავატაროთ. ეს საკითხი ნაკლები სიმწვავით დადგება და იქნება რომ შეხედეკაც მაგ ქართულებმა ნახე რა არჩევნები ჩაატარეს. ოპოზიციამ გაიმარჯვა და თანახე ხელაებით პროპორციით მოვიდა, არ ვიცი რაღაც და აი შედეგი მივიღეთ რაც წმინდა ასე თუ დემოკრატიული ნორმების გადასახედიდან კარგი მისაღები იქნება. მეორე მხრივ თუ ჩვენ აი რუსეთთანაც შევძლეთ რაღაც დიალოგის მეშვეობით რაღაც ასე ვთქვათ აქცენტების გადატანა თანამედროვე საფრთხეებზე, თანამედროვე გამოწვევებზე მსოფლიოს იქნება აი რუსეთმაც რაღაც ეტაპზე ხანდახან ცოტა გულუბრყვილოდ ჟღერს და აინახოს რომ აი რა ჯობია ესეთი არეული კავკასია, ასეთი არასტაბილური და არაპროგნოზირებადი სამხრეთ კავკასია თუ რეგიონი სადაც რომელიც ინტეგრირებული იქნება რაღაც სოლიდურ საერთაშორისო სტრუქტურაში. თუნდაც ნატოში. მაგრამ ისე რომ ამან საფრთხე არ შეუქმნას რუსეთს რაღაც სამხედრო ინფრასტრუქტურა არ განლაგდეს, არ იყოს მისთვის რაღაც გარშემორტყმის განცდა ნატოს მხრიდან. აი ეს ყველაფერი სასაუბროა, იცვლება რუსეთის იცვლება ცოტათი და იქაც ხედვები და ცვალოს კიდეც. აი თუ ჩვენ დავანახებთ რომ ეს მის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. პირიქით შეიძლება ეს დიდი მასშტაბით რაღაც ფართო გეოპოლიტიკური ხედვით იქნება მტკიცედ
ასე ვთქვათ, სტაბილური ქვეყანა, რომელიც დაეხმარება მას სამხრეთიდან, აი რაღაც საფრთხეების თავიდან აცილებელი. იმ რაღაცაზე წამოვიდნენ კიდევაც, რაღაც სხვა ფორმით იყოს შეიძლება, ოდნავ განსხვავებული ფორმით ეს ჩვენი წევრობა ნატოში, რაღაც შეიძლება ახალი ფორმულა მოვიფიქროთ. აი ასეთი ახალი ხედვები შეიძლება კაცმა იპოვოს თუ მოინდომოს. ამის გამოცდილებას არსებობს სხვათა შორის უკვე. თუმცა მას ახალი შეიძლება ვიპოვოთ. რა თქმა უნდა, ცხოვრება თავისთავად გულისხმობს პროგრესს საკუთარ თავშიც და თვითონ კარგია რომ ჩვენ რა თქმა უნდა ისევ იმ სიტუაციაში არ ვართ როგორც იყო 90-იანი წლების დასაწყისი. რა თქმა უნდა, კარგია რომ ჩვენ გვყავს ესეთი ახალგაზრდობა, რომელიც ადეკვატურად და მე მგონი უფრო საზრიანად და გონიერად რეაგირებს ცალკეულ პრობლემებზე. რა თქმა უნდა, ცუდია ის რომ ახალგაზრდობა აი ასეთი მიზეზებით გამოგყავს ქუჩაში და არა სხვა მიზეზებით. სწავლის მაგერად ქუჩაში. ერის კონსოლიდაციისა და სიტყვაზე ვიზახი დადებითი ემოციების გამომხატველი იყოს, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ წინ გველოდება არჩევნები, ეს იქნება წყალგამყოფი ნებისმიერ სიტუაციაში წარსულსა და მომავალს და მე მიმაჩნია რომ რა ვიცი, უმთავრესი ალბათ ის არის რომ ჩაიაროს მშვიდობიანად და ჩვენ რაც შეიძლება მშვიდად მივიდეთ 1 ოქტომბერს არჩევნებზე და მშვიდად ჩავატაროთ ეს არჩევნები. თქვენ უდიდეს მადლობას გიყვებით საუბრისთვის. იმეც ვიტოვებ რომ ჩვენ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს. გსურვებ წარმატებებს. ასევე